შვილი არ არის. ის როგორც ისრაელის, ასევე საქართველოს მკვიდრი და შვილი არის და ის ორი ქვეყნის შვილი არის და დღევანდელი ღონისძიებაც და მისი მთელი ცხოვრებაც ამისი ძალიან ღირსეული დასტური არის. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ამ დიდი საქმისთვის. როგორც წერან ბატონ შალვას და ბატონ აბრაამს უსმენდი, ორივე ერთმანეთს საკებდნენ და ბატონი შალვა ეუბნებოდა, უბრალოდ ბატონი აბრაამი ეუბნებოდა მადლობას ბატონ შალვას აი ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და მე დავასწარი ბატონ შალვას და უცარი რომ ბატონ აბრაამ თქვენ ამბები არ გაიქცეთებინათ ამ ურთიერთობისთვის დღევანდელი ღონისძიება თუ შედგებოდა. ამიტომ ორივეს უგუნესი მადლობა აი ამ დიდი წვდომისთვის, ამ დიდი დამსახურებისთვის, იმის ხალხასთვის, რაოდენ დიდი არის ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობას ვერავინ და ვერაფერი ვერ მოერევა, იმიტომ რომ ეს ისტორიულად არის იქნება ყოველთვის და ეს ისეულად გაგრძელდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ახლა. მოგებულებისათვის თქმა მინდა ხოლო ჩვენ დებოდეთ და ჩვენ გულის ეკიპს ესე ვიწვევ სულიერადაც და პროფესიულადაც. ვიერსალმები ჩვენს უნივერსიტეტის პედაგოგ-მასწავლებლებს, პროფესორებს, ვიერსალმები ბატონ შალვა კითხველის რექტორს და მადლობა მინდა მოგაცემოთ თვითონ თქვენგანს ამ არაჩვეულებრივი კონფერენციის მოსწრებისათვის და საერთოდ დღევანდელი დღის შექმნისათვის. ეხლა ურბანისტიკას რო ვზეიმობთ, თვითონ ოჯახში ყველა აღმოაჩენდა ფოტოს, სადაც ფოტო იუეწერა. ჩვენ არა მარტო ძეგლი დავუდგით ამ ადამიანს ჩვენს ქალაქში, ალბათ თუ კი ვინმე ამ 200 ქვეყანაში გამოძებნის ისეთ ხალხს ან ისეთ ქვეყანას, სადაც უბრალოდ ერთ გამარჯვება საქართველოს, გამარჯვება ისრაელს. მადლობა ბატონო ზაზა, უმეტესი მადლობა თვითონ მისაღებისთვის მინდა ვთხოვო ქალაქ ქუთაისის მერს ბატონ დავით ერემეიშვილს და ისიც მინდა აღნიშნო, რომ 2 დღის წინ გვირილობა ქუთაისლობა გქონდა ამ ლამაზ ქალაქში და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დღეს. მოგესალმებით ბატონო მინისტრო, ბატონო ზაზა, ბატონო ლევან, მოგესალმებით.
ჩვენ ქალაქში ჩამოძარდნილ უფროსისმურებო დიდი პატრია ეს მეცინაში გამოვიდე და ერთხელ სამალობოდ გადავხადოთ იმისათვის ფერი ამ წლების განმავლობაში გაუერთებოთ და წინაშე მადლობა რომ მაგდადეთ. მადლობა ბატონო დავით. მე მინდა სიტყვა მისალმებისთვის ვთხოვო ბატონ აბრამ სეფიაშვილის მეგობარს, მისი ბიოგრაფიის, მისი ლიტერატურის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მცოდნეს ჩვენი უნივერსიტეტის არა მარტო ჩვენი ქვეყნის სიამაყეს ბატონ ავთანდილ ნიკოლეიშვილის. ბატონი ავთანდილის წლების მანძილზე ამ უნივერსიტეტის რექტორი ბრძანდებოდა და ესე რომ ვთქვა ისინი მეგობრობდნენ არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად. მოგესალმებით ჯგუფასო მეგობრებიდან, ბევრი რამ შემიძლია გამიხსენო მე სიტყვას, რა თქმა უნდა არ გავაგრძელებ, მაგრამ მნიშვნელოვანი ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. როცა საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა განსაკუთრებული აღმავლობის სტადიაში შედიოდა, მაშინ ჩვენ დიდ დელეგაციას აღებდა ჩაუდგა საქართველოში და ამ შემთხვევაში ის ბოლება, ისტორიული ბოლება, რომელიც ჩვენ დაწოლოდა უსწავლელი საზოგადოების შექმნისათვის ჩვენ უკვე შექმნილი ჰქონდა და მახსოვს ის დიდი აქტუალურობის, დიდი ემოციური ბურთი, რომელიც ჩვენს გამოხდას მაშინ მოყვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დიდი მადლობა დღევანდელისთვის, ამბადობისთვის ვსურვებ, მადლობა და ხანგრძლივად გეღვაწოთ ამ დიდი საქმის საკითხებზე. დიდი მადლობა. სიტყვა მისალმებისათვის მინდა ვთხოვო ჩვენი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს ბატონ გიორგი ჭიღვარიას. კარგად ვიცით ამ მეგობრობის მას მინდა ბატონ აბრამს მადლობა მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის საარქივო მასალები, რაც გადმოგვეცა ჩვენს უნივერსიტეტში ესწრაგად გამუშავება და ძალიან დიდ როლს ითამაშებს ისევ ჩვენს უნივერსიტეტში მეცნიერებაში. გიგინეიშვილს მინდა ვთხოვო სიტყვა ებრაული სამყაროს რედაქტორს. პრაქტიკული აზროვნება. და მადლობას მithმი პირველ რიგში ჩემს მშობლიურ ქალაქს ქუთაისს. მე დავიბადე ქუთაისში, გავიზარდე რიონის პირად, დაამთავრე მესამე საშუალო სკოლა და გავედი ცხოვრების ფართო ასპარეზზე ქალაქ თბილისში. იქედან ვიარე და ბოლოს მოვკისრეთ. მოგზაურობით გეტყვით, რომ მაქვს 22 წიგნის ავტორი ვარ და ეს 21 და 22-ია. ყველა ეს წიგნებიც ასევე გამოვაგზავნე ცენტრში და იმედია გავაგრძელებ ცენტრთან ურთიერთობას. თუ მაქვს დრო, 2 სიტყვას გეტყვით ამ წიგნების შესახებ. ერთ-ერთი წიგნი არის აი ასეთი, გადავწყვიტე რომ აი შარშანაც ვიყავი მოწეული, იცით გვირილობის. შეგებია, მაგრამ მასე თავს არ შეგასწენ. შემდეგი წიგნი, რომელიც ასევე მე მიუძღვენი ამ ჩვენს ზეინს, როგორც გვირილობის დღესასწაულს, ქუთაისის დღესასწაულს, ასე ჩვენი ცენტრის გახსნას. ეს არის წიგნი ებრაული მოვლენები. ალბათონო ია ხუთიძეს მინდა ვთხოვო სიტყვა, ხოს მოგზავნდეთ. მოგესალმებით. ნაწილი მიუძღვნა ურთიერთობების შენარჩუნებას და გამტკიცებას, ჩვენი კულტურების კიდევ უფრო დაახლოებას. დღეს ჩვენ გავხდით მოწმენი საფუძველი ჩაეყარა ცენტრს, რომელიც მომავალზეა გათვლილი და მესი დღესდღეობა ახალ თაობაზეა დამოკიდებული, რომელმაც უნდა გააგრძელოს ეს უწყებასა. ურთიერთობებს. ეს არის 2014 წელს გამოცხადებული ჩვენს მიერ პირველად საქართველოში შექმნილია მართლა. მადლობას გიხდით. მადლობა.
მამუკა დიდი მადლობა მაპატიეთ დიდი მადლობა ბატონ მამუკას რომელზედაც ეხლა უნდა იყოს ალბათ ამ ცენტრის განვითარების ასე ვთქვათ წარმატება და ისურვებ მადლობა Alova, Calvazado, Ia, ეხლა ბოლოსზე გამოგვიყვება ეს მაგი. დღევანდელი დღის, არა მარტო დღევანდელი დღის, ამ ურთიერთობის შემქმნელს, შემთუხაბებელს, ძალიან დიდ პიროვნებას, ბატონ აბრამ სეფიაშვილს მინდა ვთხოვო სიტყვა. ეს სიტყვები მიეძღვნა საქართველოს და ეს სიტყვები ქუთაისელმა ჩემმა მეგობარმა იაკობ ჩიჩოშვილმა ჩვენი ქართული ევროპის ისტორიაში ეს სიტყვა უდიდესო პოეტმა და ეს სიტყვები დაიწყო პირველად 1919 წელს საქართველოს დელტაკავშირის Doamne, tot cazul nostru să vrem lucrăm la călătorie. Să cuidăm de Dar și să dar noi să călătorim pe la sfântul Țărani, ori am și probleme sigure. თანამშრომლებს მივესალმები. და მინდა მოგეფერო თვითი რატო? მაინც ჯობია რომ ვერაფერი შეგვიძლია Alışık da ben şekli veren diyor bu yüzden cevap tabii benim sorduğum benim şovi benim meçhulum bu muhteşem ve amin komitero ehar komitero zaten de geçeceğim bekliyor sonra da geçeceğim zaten inasam komitero Pensando na toda instituições, determinadas, instituições, cada vez que se governa gente, sacamos tudo para isso começando, mesmo participativamente que eu disse. Pouco de casa que só deveria ficar muito bem, mas se eu Так дальше это было видимо сошёлово. А ведь делегация явно состояла университете, студенты явно, а что их видно, так что будет. То есть капсулы идут в давно, ჩვენ უსწრებს. ქართულში არ დავიწყებულიყო. ქართულში ეგრეთთან მრავალსაუკუნოვანი როგორ 1980 წელს შემოუყვანეთ ისრაელის საქართველოს გლობალიზმის უსწავლელი საქართველოს საზოგადოებას. არტის იყო ადრე საქართველოში მოხდა. და ეხლა ეს წარმოდგენილია თავის პირველი დასაწყისი მსოფლიოს სურნამდერი რამ გააკეთა მან იმისთვის რომ გაეთმობინა კავშირი ქართულსა და ებრაელებს შორის 1000 ექსკურსია გავაკეთეთ ჯვრის მონასტერში და ყველა იმ ადგილებში სადაც ქართული სული სუფერდა დასწრებული დაძრები ეკლესია ყველაფერი და ყველა ადგილი მონაპოლეს პატიმრიაგით ყველა სურამში გავაკეთებინა ჩვენ უბრალოდ ქართული ებრაელებს პრობლემის ისეაში ჩავედი ვიღავით ძირითადად უცხოური სამშობლოში ვიყო საქართველოს არასდროს მოწვეული არასდროს და ავტანები ვიქირო ამ წინვალე ხა იმერეს გამოსვლენს დაგადებული
მეცნიერის დარბაზი და ასე. უმეტეს მადლობა ყველას. მადლობა კიდევ თქვა კიდევ ერთხელ ბატონი აბრამის მიმართ კიდევ ერთხელ ყველა თქვენგანის მიმართ ჩვენი საპატიო სტუმრების მიმართ ბატონებო და ყველას ზოგადად მადლიერება ყველაზე განსაკუთრებული რამ გვაქვს და ეს მადლიერება ყოველთვის უნდა გამოვხატოთ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და უმეტესი მადლობა ბატონო აბრამ თქვენ და უმეტესი მადლობა ებრაელ თემს ზოგადად ყველგან განსაკუთრებით საქართველოდან წასულ ებრაელებს იმიტომ რომ თქვენ არასდროს არ ივიწყებთ საქართველოს თქვენ ყოველთვის გახსოვთ საქართველო და ამით ამაყობ ესეც ვიცით თქვენგან რომ თქვენ ორი სამშობლო გაქვთ და გუშინ საღამოსმეორ პირველი საქართველოა იმიტომ რომ აქ დავიბადე და აქ გავიზარდე მადლობა ამ სიტყვებისათვის თქვენ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმ გუნდს ვინც დღევანდელი დღე დაგეგმა გუშინდელი ხვალინდელი მადლობა მინდა უთხრა ზოგადად ქუთაისში მცხოვრებ იმ ადამიანებს ვინც იღწვის ქართულ ებრაული ურთიერთობის უფრო ლამაზად წარმოჩენისათვის ბატონო გოჩა ბატონ შოთას მინდა მადლობა უთხრა ბევრ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ დავით ბახტაძეს სამტრედიის მერს რომელიც გუშინ ჩვენ გვარს მიდლობდა კულაში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ფონის მერს ასევე ბატონ ლადოს და რა თქმა უნდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს მთელ შემადგენლობას ჩვენ ბიბლიოთეკას ბატონი გიორგი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით ყველა მონაწილეს რომელიც დღევანდელ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ თამარ ლომთაცეს დღეს ამერიკაში მოღვაწე მეცნიერს რომლის საშუალებითაც ჩვენ დავკავშირდით ბატონ აბრამ სეფიაშვილთან და შედგა დღევანდელი დღე და ეს ყველაფერი მე ყველას კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ და ქართული სიტყვებით რომ ვთქვათ ხემსზე გეპატიჟებით მადლობა ყველას ამით პირველი ნაწილი ესე რომ ვთქვათ დამთავრებულია და პროგრამის მიხედვით მეორე ნაწილი გაგრძელდება მაგრამ ვიდრე გავაქცევთ მე მინდა ჩვენი ეს წიგნები საჩუქრად გადავცე განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ბატონ გივი მიქანაძეს ჩვენ დეპუტატს ბატონ სასას ბატონ ლევანს ბატონ დათოს დავითს და ბატონო გიორგი ყველა თქვენგან ჩვენი უნივერსიტეტის წიგნები და მადლობა ბატონო აბრამ სამინისტრო ჩაგწევთ ძირხვერდები ბატონო აბრამ აქეთ რომ მოვდანე აბრამთან ერთად რომ იყვიან 80 წლიდან 1980 წლიდან ერთად მივაბიჯებთ ბატონი აბრამის გაზეთში ავიდგი ფეხი პირველი ლექსები გაზეთიდან გავაცანით ჩვენ ქართულ საზოგადოებას და თუ კი ისრაელში ქართული ენა ყვავოდა ეს არის ბატონი აბრამის დამსახურება და რა თქმა უნდა ბატონი აბრამის სიძლიერე გარშემო შემოიკრა ეს ჩვენი ქართული ებრაელების საზოგადოება და ასე მაღლა წავიდა და ქართულმა ენამ ძალაუფლება მოიპოვა ისრაელში ეს არის ბატონი აბრამის დამსახურება ჩამოყალიბებული ჯგუფები პირველად შეიქმნა ქალთა ორგანიზაცია ქართველ ებრაელთა ქალთა ორგანიზაცია პირველი ხაიფაში გავაკეთეთ
ხაიფაში გავაკეთეთ არჩევნები. ძალიან კარგია, გაიხარეთ, იცოცხლეთ. ჩემი აზრით ლაგერ კონფერენციაზე ის არის, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა, რომლის გავსი არ ყოფილა და ისნაირად თუ არა მე არ ვიცი, იმიტომ რომ ორი ერის ისტორიაში არ არის ფენომენი, რომელიც ვიდრე ქართველი და ებრაელების შორის ურთიერთობა. და ქართველი და ებრაელთა ურთიერთობის ყველა ასპექტის შესწავლილი არ არის. ამის გამო ჩემს მიერ უნივერსიტეტის განათებული არქივი მისცემს საფუძველს მომავალ მეცნიერებს, რომ მათ შეისწავლონ ეს საკითხი ჩვენი ურთიერთობებისა. ეს მსოფლიოს ყველა ცნობილია, რომ ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობა არის ფენომენი, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. არ არის ორი ერი მსოფლიოში, რომელსაც უყვარდეს ერთი მეორე, როგორც ჩვენ. ფაქტი მე ვარ მოხუცებული კაცი 58-იან წავედი საქართველოდან, მაგრამ დღემდე ჩემი სიყვარული არ განადგურდა და მე ვარ საქართველოს შვილი. აღვნიშნე ჩემს სიტყვაში და ვამბობ ეხლა, რომ ჩემი ფესვები აქედან არის და თუ ფესვები არ აქვს ეს ის ხმება. რამდენი ფოთლებით არ უნდა გქონდეს, რამდენი ყვავილით არ უნდა გქონდეს და როგორ ხილსაც არ იბავდეს, ის დახმება. ჩემი ფესვები აქედან არის და ეს მიხარია. ამიტომ გაუმარჯოს ქართველებს, გაუმარჯოს საქართველოს, მისცეს მართლმას წარმატება და ჩვენ ერთად ისრაელებთან ერთად ხელით ჩაგიდებული აღმოჩენებინოს ჩვენი ხალხების მომავალი. მე არ ვიცი რამდენი ხანს ვიცოცხლებ კიდევ, მაგრამ ერთი რამ მინდა მოვესწრო იმას, რომ ჩვენი ხალხები ორივე იქნება თავისუფალი, მშვიდობით, ძმურად იმართებენ ერთად და შექმნიან ჩვენი ახალგაზრდობის თაობების მომავალს, კარგ მომავალს.